საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დაიწყო. მანამდე ხმაური იყო დერეფანში, სადაც სხდომაზე დასწრების მსურველებს დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც. გინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. ნიკამელიას პროცესი ხვალ 2 საათზე გაიმართება. პოლიტიკოსს სავარაუდოდ დააკავებენ. იგივე ბრალდებით 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე, 14 მაისს კი ირაკლი ოქროაშვილი დააპატიმრეს. ხმაური მესხეთში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში ბუზმარეთის ეკლესიასთან პოლიციელები კათოლიკე მორწმუნეებს არ უშვებენ. მოტივით, რომ იქ მართლმადიდებლური წირვა ტარდება. ინციდენტი გორის სტადიონზე. დინამო თბილისისა და დილას მატჩის მიმდინარეობისას აგრესიულად განწყობილმა მაყურებელმა ჯაბა კანკავას შეურაცხყოფა მიაყენა. ამას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის გაღიზიანება მოჰყვა. გუნდის ნახევარმცველმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დინამო თბილისი. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მოქალაქე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს. დაკავებულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს.